მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. MR Eagle Hills-ი არის ეგრეთ წოდებული დუბაის სასწაულის შემოქმედი, სწორედ MR-ის და Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად რამდენჯერმე გაიზარდა დუბაის არამხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკონომიკური პოტენციალიც. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც. Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც. აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველო არის გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა ნატოს ფარგლებში. ნამდვილად გასაკვირია ვინმეს მხრიდან შეშფოთება ან რაღაც ნეგატიური პოზიციის გამოხატვა საქართველოსთან მიმართებით. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, საქართველო ფაქტობრივად ღია კარში დგას ნატოში არ უშვებენ და სამაგიეროდ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით უსამართლო განცხადებებს აკეთებენ. ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა. კითხვაზე, საქართველო კლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება. რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ, ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობთ, განაცხადა მარკ რუტემ. პარლამენტმა ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის გაუქმებასა და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი 76 ხმით ერთხმად პირველი მოსმენით მიიღეს. ცვლილებების თანახმად 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნეს ომბუდსმენის და მისი მოადგილეების თანამდებობები უქმდება. ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება. ბიზნეს ომბუდსმენი საქმიანობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მინიმალური ხელფასის სტანდარტის დადგენა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ განცხადება პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მან საქართველოში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე ისაუბრა, მას მძიმე უწოდა და აღნიშნა, რომ ამას სოციალური შემწეობის მიმღებთა გაზრდილი სტატისტიკა ადასტურებს. ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარია სუპერმარკეტების ქსელებში დასაქმებული სტუდენტების საკითხი, რომლებიც სწავლის საფასურის დასაფარად იძულებულნი არიან და თანხმდნენ ურთულეს პირობებს და ხშირად ღამის ცულაშიც იმუშაონ. მომსახურების სფეროში დასაქმებულების შრომითი უფლებები ხშირად იმდენად უხეშადაა დარღვეული, რომ ეს შრომით ექსპლუატაციას უფრო ჰგავს, განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ. ვერ გეტყვით რა მიზანი აქვს, ერთი რამ ცხადია, რომ ამ პოლიტიკოსებს არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ საზოგადოებაში და ის მინიმალური მხარდაჭერა, რაც ჰქონდათ, ისიც განულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. კალაძის განცხადებით, როდესაც ემსახურები არასაკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს და ხარ დამოკიდებული გარე ძალებზე, ვერ გექნება საზოგადოების მხარდაჭერა. თქვენ იცით არაფორმალური მმართველობა დღეს როგორ არის მთელ მსოფლიოში გაბატონებული და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ კონკრეტულ დაჯგუფებას, რომლებიც გარედან იმართებიან, ყავთ თავიანთი პატრონები, იღებენ მითითებებს, სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ჩართულები არიან ქვეყნის წინააღმდეგ. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ქვეყნის დასანქცირებას ითხოვდნენ, როდესაც ეწინააღმდეგებოდნენ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, ითხოვდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას და ასე შემდეგ, განაცხადა კახა კალაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 1999 წელს დაბადებული S.T. და 2001 წელს დაბადებული P.G. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით დაკავებულები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს, თურქეთში მოქმედი ეგრეთ წოდებული ბარიშ ბოიუნის კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. მათ ბრალიანდებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 261 მუხლებით მიმდინარეობს. საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები თურქეთში მოქმედი ეგრეთ წოდებული ბარიშ ბოიუნის კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრების დადგენა გამოვლენის მიზნით. ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობდა, საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს ბრალდებულებმა. საქმეზე 10 პირია ბრალდებული, რომელთა შორის არიან პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელა, ვალაშა ბერიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის კითხვაზე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ თუ არა დარბაზში მყოფმა ყველა ბრალდებულმა აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. რაც შეეხება ირაკლი შაიშმელაშვილს, როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა ბრალდებული საკუთარ პოზიციას საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დააფიქსირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლება 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები LT2 ან 2-ზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს ბრალდებულს 1982 წელს დაბადებულ ნღ-სთან და 1984 წელს დაბადებულ ლქ-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ორივე მათგანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცების საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სავაჭრო პალატის ორგანიზებითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით თბილისში კონფერენცია სახელწოდებით ხელოვნური ინტელექტი ბიზნესისთვის გაიმართა. ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს. მათივე ცნობით ღონისძიებას სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერდაიამ, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ კუბერნატმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ გახსნეს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია, რომლებიც თანამედროვე AI ეკოსისტემას, ინკლუზიურობასა და განათლების საკითხებს დაეთმო. დისკუსიებში მონაწილეობდნენ დარგის წამყვანი პრაქტიკოსი ექსპერტები, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ხელოვნური ინტელექტის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის განვითარებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის. მისი ინტეგრირება სხვადასხვა ბიზნეს პროცესში არა მხოლოდ ზრდის ეფექტიანობას და ამცირებს ხარჯებს, არამედ მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, განაცხადა გიორგი პერდაიამ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ამავე ცნობით შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის თაობაზე და ბენეფიციარებს პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზებულმა პროკურორებმა ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა ბენეფიციარებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ბროშურები გადასცეს. აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებულ მასალას დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ. კიდევ ერთი მიზეზია იმ მრავალ მიზეზს შორის, თუ რატომაც უნდა დასრულდეს ეს აბსურდული საცირკო წარმოდგენები და საიდუმლო შეხვედრები. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიო საშუალება მიეცით, რომ თავისი საქმე ობიექტურად და სამართლიანად გააკეთოს. წერს ფიცპატრიკი X-ზე. ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ეგრეთ წოდებული 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოპსის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარადგინა. უიტკოპი მოსკოვში მომავალ კვირას ჩამოვა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა. რაც შეეხება უიტკოპს, შემიძლია იმის თქმა, რომ მომავალ კვირას მისი მოსკოვში ვიზიტის შესახებ წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ის და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც უკრაინის საკითხებზე მუშაობენ, მოსკოვში ჩამოვლენ, განაცხადა უშაკოვმა. ის გამოცემა ბლუმბერგის მიერ მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიზანი ალბათ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობებისთვის ხელის შეშლა. ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ეგრეთ წოდებული 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოპსის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა.
ეს ამბავი მხოლოდ მაგალითია სრულიად ყალბი ამბების გრძელი სერიიდან. ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო NBC News-ის სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა კიევში ვიზიტისას უკრაინის ოფიციალური პირები ომში უკრაინის გარდაუვალი მარცხის შესახებ გააფრთხილა. ეს ამბავი მხოლოდ უახლესი მაგალითია 100% ყალბი ამბების ხანგრძლივი სერიიდან, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინაში ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით განხეთქილების შესახებ ირწმუნება. ეს ადამიანები არა მხოლოდ არასწორად იგებენ რაღაცებს, არამედ სიტყვა-სიტყვითაც იგონებენ მათ, წერს რუბიო X-ზე. მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის შემოჭრას და სურს უკრაინის როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის გამარჯვება, ცხადია, რომ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს. ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებულ მასალას დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ. მას არ შეიძლება ამ მოლაპარაკებების წარმართვა, ანდონუ თუ რუსი ანაზღაურებადი აგენტი მასზე ნაკლებს გააკეთებდა. ის უნდა გაათავისუფლონ, წერს ამერიკელი კონგრესმენი. ის ასევე აქვეყნებს უშაკავსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ეგრეთ წოდებული 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფსის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.